გამარჯობათ. როდესაც ავთანდილმა სამწლიანი ძებნის შემდეგ მიაგნო ტარიელს და გამოქვაბულში ასმაც ელაპარაკებოდა, ვერათქმევინა ვერა ფერი ტარიელის შესახებ, მოკლედაც დაემუქრა. ყველსა დანაც დააბრჯინა, მაგრამ ვერათქმევინა. მაგრამ ერთმა ჯადოსნურმა სიტყვამ ყველაფერი გადაწყვიტა და როგორც საკუთარი ძმა ისე მიიღო ავთანდილი და ყველაფერი უთხრა და დაეხმარა. რა იყო ეს სიტყვა? ბოლოს უთხრა რომ ავთანდილმა რომ შემიბრალებო, შეყვარებული ვარო და მას ვეძებო დიდი ხანია. მიჯნური ვარ. რა ქალსა მიხვდა მისაგან მიჯნურობისას მინება. გულა მოხონჩით დაიწყო ასკეცად ცემთა დინება. კულა გაამაღლა ზახილი ტირილი არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმა წადმის საგულის აღინება. იტყვის თუ ამას სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, ვისთვის მეცხელი უცილოდ მასწრემლი ემალმალების. დიახ, დავუსვა დასვა დიაგნოზი იმ წუთში რომ ვისუც ხომ მოხმე ის ვიღაცა უყვარს აუცილებლად. ქალმა უთხრა მასა სიტყვა პირველისა უამესი. ეგ სიტყვა მოიგონე, დიარამე უკეთესი, წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა თამოსთესი არც მოყვარე. კიპონი ვარ დისაგანსა უფრო მდესო. თარზე მტკიცე მოყვარე. კიპონი ვარო და ყველაფერს როგორც საკუთარი და დაზე უკეთეს დობას გაგიწევ. და მე კიდე უთხრა ქალმა. ასმა მაშა რადგან მიჯნობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების ამას იქით, თუმცა თავი არ გამონე. დიახ, ესე ამის მერეო თავს დაგამონებო. რადგან ეს სიტყვა თქვიო, ამის მერე თავს დაგამონებო. არ შემოგეთავე ჩემი დაგაბნე დაგაღონე, შენთვის მოკვდე ამისებრი მერცა საქმე რა ვეღონიო. შენთვის მოკვდებო. ტარიელის სიტყვებიდანაც და ტარიელისა და ასმათის შეხვედრიდანაც ჩანს. როდესაც ასმათი ნესტანდარეჯანის ბრძანებით მივიდა ტარიელთან, წერილებს უგზავნიდა ჯერ, ვითომ სიყვარული აუხსნა და შეხვედრას თხოვდა. ტარიელს ეგონა რომ ამას უყვარვარო და არ შეიძლებოდა ახლა იმ წესის მიხედვით, რო არ ეთქვა რომ მომბას დამიწყებენ და რაღაცაო და შეხვედრაზე დათანხმდა. და როდესაც გაუკვირდა ტარიელს თუ მან რა დასზე, თუ სიყვარული ჩემი გჭირსო, ახლოს რომ არ მივიდა არ დაჯდა. ტარიელი კი მზად იყო გული მივერთმობა ქონათ აუგის სასadzალებლად. მზად იყო სექსისათვის მასთან. გაუკვირდა და ამ დროს ასმათმა უთხრა. თვითონ ტარიელის სიტყვებია. მითხრა დღეეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა, გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრამ აწმიდეებს იმეცა შენგან ცდისაღა მალობა, ამას თუ ღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღვთისა წყალობა. ბოლო დაებს მეურებ. ამას თუ ღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღვთისა წყალობა. ესე იგი შენთან ამ სასიყვარულო ურთიერთობის ღირსი თუ ვარ ამ სექსის თანამედროვე იმით რო ვთქვა. გაგება ღვთის წყალობა მაკლია. რა არის? ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით ტარიელსა და ფატმას შორის და ტარიელსა და ასმათს შორის იყო სამხრივი სიყვარული, სამხრივი ასმათისაგან, სამხრივი ასმათისაგან. ტარიელი როგორც დად ისე მოიხსენებდა.
10 წელიწადი იყვნენ ერთად გაჭრილი. ბელად დიდხანს ცხოვრობდნენ დაახლოებით 6-7 წელი მაინც გამოქვაბულში. და გამოქვაბულში ახლა ტარიელი მივიდოდა ერთ დღეს მეც ხანს არ ჩერდებოდა, მის საწყისი იყო. მალე ერთ დღე გაჩერდებოდა, ხამე გაჩერდებოდა და დილით უკვე მიდიოდა. ხან ხიზირ შეეძინათ და ხან სადა ტყეში რა, ერთი სიტყვით გავარდილი იყო. ხელთა თანა. ასე რომ ტარიელის მხრიდან იყო როგორც მეგობრობა და ძმური, როგორც ძმა დავს უყურებს და გაუწევს მეგობრობას, ასმათის მხრიდან კი იყო ფარული, ცალმხრივი სიყვარული. ეს არის ჩემი აზრი. იმედია კომენტარებში თქვენ აზრს დააფიქსირებთ, უყვარდა თუ არა ასმაც, ტარიელი. მადლობთ ინასა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ყველას გილოცავთ.